გაატარეს ხელიზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით. ეს კადრები მეზობელ სომხეთში ლორეს ხეობაშია გადაღებული. ფოტო და ვიდეო მასალა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნათელ სურათს ასახავს. წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი რეგიონი ქართულ-სომხური სამხედრო კონფლიქტის შემდეგ მეზობელი ქვეყნის საზღვრებში მოექცა. ორი ქვეყნის საზღვართან ახლოს სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ეკლესია-მონასტრები გრევის პირასაა. ისტორიულ ძეგლებს სასწრაფო რეკონსტრუქცია სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში უნიკალურ არქიტექტურას, ფრესკებს, უძველეს ქართულ წარწერებს განადგურება ემუქრება. საეკლესიო სამონასტრო კომპლექსი ქობაირი, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებში აშენებული და მხარგრძელთა საძვალეს წარმოადგენს, დებედას ხეობაში მთის წვერზე მდებარეობს. ამ ძეგლს თავის დროზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ხეობიდან ის ფაქტობრივად შეუმჩნეველია, თავად მონასტრიდან კი მთელი ხეობის გაკონტროლება შეიძლებოდა. როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქო სომხეთისგან ამ ძეგლების ქართულ მფლობელობაში გადმოცემას ითხოვს. უძვირესობა შემოწყობს ხელს ამ ეკლესიების თუ მონასტრების დაბრუნება. ძალიან მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი არის. იქ იყო შესანიშნავი კედლის მხატვრობა, ფრესკები. ეს არის ჩვენი ისტორიის ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ ძირითადად ყურადღებას ახლა ამბოლოდოს რატომღაც ვაქცევთ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს, რა თქმა უნდა, ახლა ოშკი, ხახული, განა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია დაუშვათ იგივე ქობაირის მონასტერი, ან სხვა ის ქართული არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც არის სომხეთის ტერიტორიაზე და ისინიც აუცილებლად მოითხოვენ შველას, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი წარსული. თავისთავად დავანებოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მხატვრული ღირებულება, ძალიან მნიშვნელოვანია დაუშვათ როგორც საისტორიო წყარო ის წარწერები, რაც იქ არის, ეს არის ჩვენი წარსული. როგორც ყველაფერი ჩვენი წარსულზე, რა თქმა უნდა, ამას შეიძლება მოვლა და გაფრთხილება. ქობაირი უმძიმეს მდგომარეობაშია. იმას რომ კომპლექსი დღითიდღე იშლება, ამაზე ირგვლივ მიმოფანტული ლოდებიც მოწმობს, რომლითაც ოდესღაც ძეგლი იყო აგებული. მონასტრამდე მისასვლელი გზა ნახევრად მიტოვებულ სომხურ სოფელზე გამავალი საფეხმავლო ბილიკი და ძველი დანგრეული ქვების კიბეების ნაშთებია. თავად ძეგლის სხვა ისტორიულ მასალას რომ იტევს, ეს თვალის ერთი გადავლებითად შეიმჩნევა. სამონასტრო კომპლექსში დიდი რაოდენობითაა ქართული ასომთავრული წარწერები, საფლავები, მათ შორის მხარგრძელების ქართული ფრესკებიც. სწორედ აქ განისვენებს თამარ მეფის ამირ სპასალარის ზაქარია მხარგრძელი. ეკლესია თითქმის მთლიანად დანგრეულია, მხოლოდ კედლების ნაწილებიღაა დარჩენილი. ფაქტობრივად ღია ცისქვეშაა მოქცეული და დაუყოვნებლივ რესტავრაციას საჭიროებს. სამწუხაროდ დღეისათვის ეს ძეგლები არის რთულ მდგომარეობაში, ეს ძეგლები არის მიტოვებული, არ არის მოქმედი, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს მის შემდგომ დაზიანებას და კიდევ რაც სახურადღებოა ამ ძეგლების დიდი ნაწილი წლების განმავლობაში, მათ შორის საბჭოთა პერიოდშიც ხელმიუწვდომელი იყო, ყოველ შემთხვევაში გართულებული იყო ამ ძეგლებზე სამეცნიერო კვლევის ჩატარება, ისე რომ ეს ძეგლების სხვადასხვა კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ შესწავლას საჭიროებს ქართულ მეცნიერთა მხრიდან. ტურისტული კომპანია გუთრეველი ერთადერთია ტუროპერატორებს შორის, რომელსაც ლორეს ხეობაში საქართველოდან ვიზიტორები შეჰყავს.
კომპანიის ტურმენეჯერი ნოე ელიზბარაშვილი ყვება, რომ როგორც ქობაირის კომპლექსი, ასევე ახტალაში მდებარე კულტურული ძეგლების მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. თუმცა ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული ახტალა ისტორიული ძეგლი ქობაირთან შედარებით გაცილებით უკეთაა შემონახული და დამთვალიერებელზე წარუდგენელ თავმჯდომარებას ახდენს. ფრესკები სავალალო მდგომარეობაში თვითონ შიგნით არის ცენტრალზე ღვთისმშობლის ფრესკა, რომელსაც წყალი არის ჩამოსული და პირდაპირ თავი უკვე, ანუ ზემოთან ნაწილი უკვე აღარ არის და შესაბამისად რაც უფრო წვიმები იქნება და რამე უფრო ზიანდება და უფრო ცუდ დღეში გახდება. შესაბამისად მეორე ტაძარი, რომელიც არის ქობაირის ტაძარი, ის უფრო მეტად დაზიანებული და დანგრეული არის. ის სპიტაკის მიწისძვრის დროს დაზიანდა მთლიანად და გადახურვა საერთოდ აღარ არის და იქაც შემორჩენილი არის ძველი ქართული ფრესკები და იმაზე არის უბრალოდ თავზე არის გადახურული, რომ თლა წყალი არ დაეტინოს. ახტალა 1920-იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლობის განმტკიცებისა და სამონასტრო მშენებლობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. დღეს კი მთავარი ტაძრის შესასვლელში განთავსებული წარწერა გვამცნობს, რომ ახტალა უძველეს სომხურ ქალქედონიტურ მონასტერს წარმოადგენს. თუმცა ახტალა მთლიანად ფრესკებითაა მოხატული, რაც მის ქართულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ეკლესიაში მრავლადაა ქართული საფლავებიც წარწერებით ურთ. საქართველოს საზღვრიდან ყველაზე ახლოს ლორეს რეგიონში ახტალას სამონასტრო კომპლექსია. ქართველი ისტორიკოსების აზრით ეს გუმბათოვანი ეკლესია ტიპიური ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია და მე-13 საუკუნეში ათაბაგ ივანე მხარგრძელის ბრძანებით აიგო. გუმბათი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩამოინგრა. სანამ ქართველები რესტავრაციაში ჩაერთვებიან სომხეთის ტერიტორიაზე, ქართული ეკლესია მონასტრებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებაა საჭირო. სომხეთში დარჩენილი ქართული ისტორიული ძეგლების ზუსტი რაოდენობა უცნობია. დროსთან ერთად უპატრონო დარჩენილ ტაძრებში უამრავი ინფორმაცია იკარგება. გაატარეთ ხელიზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით.